Ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ესეთი პირობებიდან, რადგან რამოდენიმე დღეა მოგზაურობ საქართველოში. და რეალურად ესეთი სახალისო ამბებიც არაფერი ხდებოდა, სიკვდილების კვირა გქონდა. რა არაფერი საღადაო არ იყო. ყოველ დღე ვიღვიძებდი ერთი კვირის მანძილზე, მეთქი ახლა იქნება რამე, მაგრამ ყოველ დღე შევდიოდი სიახლეების პეიჯებზე და 13 წლის ნიკოლოზი, რომელიც უკვე ჰარვარდში ჩაირიცხა 100%-იანი დაფინანსებით. ბუმ, მოკვდა. ნათელი სანთელი. 10 შვილიანი ოჯახი, რომელმაც 20 წელი იშრომა იმისთვის, რომ საოცნებო სახლი ეყიდათ. ეხლა ჩვენ გაჩვენებთ რეპორტაჟს, როგორ გადადიან ისინი ახალ სახლში და ყველა როგორი ბედნიერ, ჩამოინგრა ჭერი, ყველა მოკვდა. ნათელი სანთელი. ესეთი სიახლეები იყო რეალურად. მაგრამ როგორც იქნა გამოანათა ხატია წერეთელმა, მეგობრებო, რომელიც დააკავეს პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის. არ ვიცი, ეს მამაშობას ნიშნავს თუ ბობას, მაგრამ ფაქტი ეგაა, რომ მაგ ბრალდებით დააკავეს და ასევე დახურეს რამოდენიმე საბოზეთი. ვემხრობით თუ არა საბოზეთების დახურვას და ვემხრობით თუ არა ხატია წერეთლის დაჭერას. რა თქმა უნდა არა, რადგან ჩვენ გადაცემა არის პროსტიტუციური და ფემინისტური, რასაკვირველია, ასე რომ ყველა ქალბატონს უნდა შეეძლოს ფრილანსერობა და საკუთარი საქმის კეთება, რაც მათ გულს უხარებთ. ქალებს ისედაც ამდენი ხანი აკრძალული ქონდათ მუშაობა უკაცრავად და ეხა კიდე ვიჭერთ. ძლივს დაიწყეს მუშაობა. ყველა მომღერალს უნდა ქონდეს შესაძლებლობა მეორე სამსახურის ქონის. დოქტორ დრემ რო გამოუშვა Beats by Dre, ანუ ყურსასმენები. უკაცრავად მილიარდერი გახდა და ხატიას რატო არ შეუძლია თავისი საბოზეთის ქონა. კონცერტზე ხარ, მაგალითად გადაიხადე 50 ლარი ხატიას კონცერტზე, ხო და არ მოგეწონა, არ ხარ კმაყოფილი. შეხვალ მერე დაგინძრევს, მასაჟს გაგიკეთებს. ხატიას ეუბნება თავისი პროდიუსერი. თავისი პროდიუსერის თავაზობს, რომ ხატია იქნება განვითარდეთ ცოტა მეორე ბიზნესს მივყოთ ხელი, ამ მომღერალობას ხო იცი დიდი შემოსავალი არ მოაქვს საქართველოში. Lady Gaga-ს ფოტოაპარატები აქვს, დოქტორ დრის ეს აქვს, ყურსასმენები და შენც რაღაცა გჭირდებაო. ხატიამ სანძრევეთი. არა, განო, მე მეგონა გასტროლებს დავიწყებდი, თან რაღაცა მაიკების შეკერვას დავიწყებდი. არა, სოსო გთხოვ, მიყიდე სანძრევეთი, გეხვეწები სოსო. 3 ჩინელი მიყიდე, მეტი არ მინდა. 3 ჩინელი და მეც ვიმუშავებ. მუხლ ჩაუღრღელად ვიმუშავებო, სოსოს ეუბნება ხატია, რომ სანამ არ მოვიხოდებითო, მე ჩემ თავს ხელფას არ დაუნიშნავო, უბაზოდ დაუნძრევო ხალხსო. სოსო ეუბნება, იქნებ რავი კაბები შევკერო და სალონი გავხდა. არა, სოსო გთხოვ. სხვებს ხო აქვთ ბარბარესთან კაფე, ნუნუკასთან კაფე, მე მინდა ხატიას სანძრევეთი. ერთი ის წავიკითხე ხატია რო ეძებდა მასაჟისტებს და რო აცხადებს, რომ 4000 და 6000-მდე გამომუშავება. ანუ მასაჟისტი იმ შემთხვევაში გამოიმუშავებს 4000-დან 6000-მდე თუ თან კოლ ცენტრში მუშაობს, თან მასაჟი და ბებო, მითხარი შენი ბანკის ანგარიშები, ზილავს ვიღაცა ზალაძიას რა. თან მერე უნძრევს, იმიტომ რომ მაინც არ გამოსდის 6000 ლარი კოლ ცენტრიდან. ჩვენ გადაცემის სპონსორია Full Energy, მეგობრებო, რომელიც სამწუხაროდ არ მაქვს ეხა თან. ასე რომ როცა Full Energy არ გვაქვს, რას ვაკეთებთ, რომ გიჟები ვიყოთ, ვსვამთ კონიაკს. გაგიმარჯოთ ჩემო გამომწერებო, შუა ტყიდან. არა, მე რა მაინტერესებს. ჩემი ძმისშვილი რო გახდება 14 წლის, რა უთხრა, რომ წამოდი შვილო მუზეუმში, სათაფლიაში წამოდი დინოზავრის ნაკვალევს გაჩვენებ. დინოზავრი დაუნძრევს უკაცრავად, ჩემი 14 წლის ძმისშვილს. დინოზავრის ნაკვალევში ტუნტროს. ბიძის მოვალეობა რო ქრება საქართველოდან, მაგაზე რატო არავინ ფიქრობს? ყველა რო დავიჭირეთ. ჭამე ელიბონები. ან ტურიზმს რატო არ ვაფასებთ?
ანუ ქალმა ჩამოიყვანა ამდენი ჩინელი, ხო? ჯერ სოსო მუყიდა 3 წელი ჩინელი. მერე რო განვითარდა თვითონ იყიდიდა რამოდენიმე ჩინელს. უკაცრავად ეს ჩინელები ამ ფულს სათხარჯავენ მერე. ისევ საქართველოში მიდიან ნავთლუღის ბაზრობაზე და იქ ბებოებისგან ყიდულობენ ატამს, კომშს. ჩინეთში რა ძვირია კომში. 6 პესო ღირს. მექსიკური 6 მექსიკური პესო ღირს 1 კილო კომში. იცით რა ძვირია? პესოთი რატო იხდიანო თქვენ გითხავთ. არა, მე გული მწყდება რომ ქალებისთვის არ ხდება ხელშეწყობა ბიზნესის განვითარების კუთხით რა. იმიტომ რომ ქალი ცდილობდა ჯერ არ ვიცი TikTok-ებზე ტვირთავდა ვიდეოებს ხო თუ YouTube-ზე ანუ გაპოპულარულდა, მღეროდა, ყველაფერს აკეთებდა, მერე გადაწყვეტა რომ მეორე პროფესია შეეთავსებინა. ბუმ, ბოზო, ციხეში ეგრევე. ხატია თუ უდანაშაულოა, ეს ზაღლი დაიჭერს ამ ჟელიბონს. ვუყუროთ ვიდეოს მეგობრებო. ეს არის მომუშავე? ეს მასაჟის კი არა, შენთან ერთად დალევს კიდევაც ერთი 6 საათი გრძელოს გასწავლის და ბოლოს თუ არ მოგეწონება კეთილებსაც მოგიტ. I want sexy. ჰუალინგი ამათ არა აშენეს, ეხა რომ ციხეში ვიჭერთ უკაცრავად. რამდენი ქართველი დასახლდა ჰუალინგში? რო არ მოგწონა თავიდან ჩინელები. გზები რო ჩინელებმა დაგვიგეს, ხო კარგად დავდივართ მაგ გზებზე. და სანძრევედებმა რა დააშავეს უკაცრავად. ბარადი და რა იმედი ჩეკი გამო ბიტკოინი შეჭემა ბარადი დიახ რა თქმა უნდა ჩეკსაც ამოგირტყამთ კაცო ესე იგი თქვენი რა შეკვეთა იყო ნომერი 98 გამოცხადეთ ჩაიხადეთ ხო ჩინქვა მოდი აქ დაუნძრიე აგერ ჩეკი ინებეთ ინვოის გადმოუგზავნი თქვენ ბუღალტერს და გადაიხადოს კიდე. ეს მაგარი გაჭირვებულია. ეს გზებზეც არ დაასაქმეს, ეს საწყალი ჩინელი. ყველაფერს გავაკეთებ 100 ლარად. ვაფშე ყველაფერი 100 ლარიო იმედა. ყველაფერი და ქართულიც ისწავლა. საწყალი ჩემი. აი ეს აშენებ და ჰუალინგს უეჭველი და აღარ მინდაო ძმაო ესაო წავალო. ხატიასთან. 50 ლარამდე ჩამოიყვანა ფასი ბიჭო. აი ეს კაცი უნდა წაიყვანო ძმაო როცა მანქანას ყიდულობ. 10,000-იან მანქანას დამიხვალ და $1,400 გამოვარტო. 200 ლარიდან 50 ლარზე როგორ ჩამოიყვანა. ამ ბინაში რო შედის და რა ღირს ეს ბინა? 130,000. 25,000 და კევი მიდევს ჯიბეში დიროლი. მიატნი. და ერთი პანჯური შეგიძლია ამომარტყა. მეტი რა შემოგთავაზო ეხლა მეც ხო უნდა დამრჩეს რამე 130,000 ვერ გადავიხდი ამას. აი ეს ზაღლიც აიყვანე. 60. ოი ის კალიც მაგრად ევაჭრება. არტმობს 200-დან 50-მდე ხო ჩამოიყვა. შანსი არაო, მე არ დავთმო 60-ო ზვაო. არა მე რა მაინტერესებს. ყველაზე მთავარი კითხვა აქ რა არის, მეგობრებო? ჩვენ რითი დავეხმაროთ? ასე რომ მე ვიწყებ თანხის შეგროვებას აი აქ ხატიასთვის და მისნაირი შრომელი ქალბატონებისთვის, რომ დავაბრუნოთ ეს სანძრევები და უფრო მეტი გავხსნათ თელ ქალაქებში, სოფლებში, ხალხი სოფლიდან ჩამოდის უკაცრავად თბილისში, მარჯანიშვილზე. იქნებ მე სოფელში ვარ სადღაც.
და კოჭი გადამებრუნდა და მასაჟი მინდა ღამის 4 საათზე. რა ვქნა თბილისში წავიდე? Ani კიდე მინდა რომ ჩინელმა დავიზარიოს. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო.